იმდენ რამესთან დაჯახება მომიწია. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეიძლება. არ ქონია აქამდე შეჯახება არავისთან და მე არ ვიცოდი თუ იყო ამდენი არ შეიძლება. აი ეს იყო პირანცივცის დარგვა. ეს და მოაგორა ეს ჩემი სკამი და ესე მომიჯდა ესე. აი გიგა ავალიანს ვარყოლოდა დედა ეკა კუპატაძე. მაშინ რა მოხდებოდა? ყველა ასე ხო ვერ იყვირებს არა? ამ ვიდეოში სასტიკიცემის შედეგად დაღუპული 28 წლის პედაგოგის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ხვება, რა წინააღმდეგობებს აწყდება სიმართლის ძიებისას. ალბათ ასე ხდება, იცით? ალბათ ასე ხდება და ეს საწყალი ხალხი თავის ტრაგედიით და ჩაგრული ბოლომდე ბეჩავდება უსამართლო სამართლით. ალბათ ასე ხდება. საქართველოში მე დავწმუნდი, რომ სამართალი არის გარიგება. ამაში დავწმუნდი, მე დამას რომ კვლევების მხარე, იმიტომ რომ მე ვიბრძოდი გიგას სიცოცხლის გადასარჩენად, დავტიროდი გიგას, დამას რომ კვლევების მხარე და დაიგსახსა. ეკა კუპატაძე დამნაშავების ძებნისა და დასჯის პროცესში უამრავ სამართლებრივ და სამედიცინო ბარიერს შეეჯახა, არაპროფესიონალიზმთან და სამსახურებრივ გულგრილობასთან ერთად. ძალიან სერიოზული რაღაცაა, იცით, სერიოზული გარღვევები გვაქვს კანონებში, იმდენ რამესთან დაჯახება მომიწია. მე რამდენიმე ექიმს დავუკავშირდი. ყველა ექიმი წუხდა, რომ ვერ გვეხმარებოდა. მე ის ექიმები კიდევ ჩავრთე მე ესე გიგას კურნალობის საქმეში. წუხდა, მაგრამ ვერ მოდიოდნენ ოპერაციის გასაგებად. იმიტომ რომ იურიდიულად არ ქონდათ უფლება. გიგას მოკლის უფლება ვის ქონდა ხალხო გამაგებინეთ? გიგას მოკლის უფლება ვის ქონდა შიგნით არ შემიძლია არ შეიძლება. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ამ ხალხსაც ალბათ მე არ ქონია აქამდე შეჯახება არავისთან და მე არ ვიცოდი თუ იყო ამდენი არ შეიძლება. ამ ხალხს არ შეიძლება იხევს უკან ეს კანონმორჩილი გაჭირებული ადამიანი და ითელება და უვლია ყველას ღირსებას. ალბათ ასე მოხდებოდა გიგას შემთხვევაშიც. მე რომ იმ დროს აფექტისთვის არ გამეცლო, ხო? ახლა ხვდები რომ კიდევ კარგი რომ გაუძელი აფექტს, ახლა თავი არ უნდა მოვიკლა. თუმცა ვიბრძოლო ბოლო, თუმცა არ ვიცი რამდენიმდე შევძლებ, იმიტომ რომ მე ხვდები რომ ამას ვერ მოვერევი. პროკურატურის ზედამხედველობით მისი შვილის გიგა ავალიანის საქმეს კლდანი ნაძალადების პოლიცია იძიებდა. რა არ გააკეთა გამოძიება. მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაგროვა. არ ვიცი რა ახსნა აქვს, ჩხრეკას ვარ ჩავატარე მკვლელთან. ჩემი შვილის ტელეფონი წაღებული აქვს, როგორც ვიცი, კოდი ვერ მოხსნეს. და მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ, რომ მე მაქვს გიგას პლანშეტი, რომელსაც კოდი არ აქვს. გითხრა იცით რა იყო პოლიციის მხრიდან? კი, მაგრამ რატომ მქონდა კოდი ტელეფონზე? გაფიცებთ, ყოლებს თქვენ კოდი ტელეფონზე არა გაქვთ? გამომძიებლებმა თავდასხმის ადგილზე ვერ შენიშნეს გიგა ავალიანის კურსასმენი, რომელიც მისმა ბიძამ მოგვიანებით იპოვა. ვერ იპოვეს ქვა, რომელსაც ოჯახი ფაქტობრივად მკვლელობის იარაღად მიიჩნევს. ეს ქვა კურსასმენების მსგავსად შემთხვევით ისევ ადგილზე ოჯახმა შენიშნა. თუმცა ეკა კუპატაძის თქმით, პოლიციელებმა ეს ნივთმტკიცებაც არ დალუქეს სტანდარტის მიხედვით. ნახეთ, მიდი მაინც იმ ადგილზე შეოჯახა შენებულო და გადაღებულია სურათი იმ ადგილის, მაგრამ სურათისთვის ვიცი რომ მივიდნენ იქ, ვიცი რომ ნახეს იქ, მაგრამ სურათისთვის მიდი წუთნახევარი იყავი ისე დაინტერესებული როგორც არის ეკა კუპატაძე. ეკა კუპატაძე გამწერებულია მითქვა დაინტერესებული შეგევალება. გამომძიებელმა იაგო ტალახაძემ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მყოფ გიგა ავალიანს ფოტო გადაუღო, თუმცა საქმის მასალებში მტკიცებულება დარჩადო. ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმმა კი ოჯახის თქმით დაზიანებები ოფიციალურ დოკუმენტაციაში სრულყოფილად არ აღწერა. აი მე პასუხი უნდა გამეცეს აი ამაზე უნდა გამეცეს პასუხი. თხემიდან აი აქამდე წარბებს ზედა ნაწილამდე, აი აქამდე არის გიგას თავის ქალა გახეთქილი, აი ეს ზოლი არის ნახეთქი. ამაზე პასუხი მინდა მე. არ მაინტერესებს ვინ როგორ მოახერხებს ამ. აი ამ ციკლით მონიშნული არის გიგას თავის ტვინი დაზიანებული. მკვდარი ეს უკვე არის კლინიკაში რომ იყვანეს იმ მაშინვე იმ საღამოზე გადაღებული კატე და ეს ტვინი უკვე იყო მკვდარი. 1% არ იყო იმედი გიგას გადარჩენის, თუმცა მე მაინც დედა ვარ და ვერ ვუშვებ იმას, რომ ხო რა ვიცი, მაინც მგონია, რომ ცოტა ფაქიზად რომ მოპყრობოდა, შეიძლება გადარჩენილიყო. მაგრამ იცით რა არის? წინასწარ ვინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა, სულ არ იცოდა რა სჭირდა, უბრალოდ არ იყო იქ გულგრილობა იყო და ეს გულგრილობა მაყურებს, თორემ
საათი და 40 წუთის შემდეგ გაიგეს რადიოლოგისგან, რომ თავი იყო გახეთქილი. და მიმდინარეობდა გაჟონვა. მიზანმიმართული დანაშაული არის უკვე საქმე ჩაფარცხვა. რას გულისხმობ ამაში? გიგას დაზიანებები არ აქვს აღწერილი. ეკა კუპატაძე ყვება, როგორ შეულახეს ღირსება პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას. მას ასეთი ბევრი სხვა ისტორიაც აქვს გასახსენებელი. ვითხრეს, რომ ითანამშრომლოთ, თუ კი რამე სიახლეს გაიგებს, თუ კი რამე ეჭვი გაგიჩნდებათ, გითხარით. და ერთხელ მივედი მე პოლიციაში და ვუთხარი. რაღაც ეჭვი მქონდა. ვუთხარი ეს ეჭვი. იცით როგორ მომექცა? ჯერ როგორ დაჯდა. ხა ამას იქ ხო ვერ იტყვით, რავი, თუ გინებათ თქვით მე ყველაფერს გავაწერე ხელი. ესე. აი ეს იყო პირანცირცის დარბა. ესე და მოაგორა ეს ჩემი სკამი და ესე მომიჯდა ესე. მე გავიწიე, მოიწია. ხო და ესე რაღაცა. მე რა ვიცი ის ინფორმაცია სწორია თუ არასწორი, მითხარით და ამიტომ თანამშრომლობ თქვენ და დრო შვილი დავტოვე კლინიკაში და მოვედი მე დღე და ღამე 24 საათი ვიყავ კლინიკაში. მოკლედ არ მიიღო ჩემი ჩვენება და არ მომისმინა. შევწუხდი კიდევ ამ გარებში. თქო, მაშინ გახსე რომ გამოვდიოდით და მახთა შვილი და ძმისშვილი. მე ვიფიქრე რომ ამ ბიჭებმა ახლა რომ ვერ მოითმინონ ეს და სიტყვა შეუბრუნონ ამ პოლიციელებს, არ დაიჭირონ მეთქი მართლა. და მოვთოკე თავი. და გამოვიდით, მაგრამ მაინც მოვტრიალდი მე და ცინიკურად იცინოდა მე დავრეკე 126-ზე, გენინსპექცია არ არის 126 და დავრეკე იქ და ვუთხარი, გადაახვიეთ კამერები და ნახეთ. ანუ თანამშრომლობის მიმღებლობა არ აქვთ. კულტურა თანამშრომლობითი არ აქვთ. ფაქტია პროფესიონალიზმი არ აქვთ. ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. მათგან ერთ თავდასხმაში ბრალდებულს ედავებიან ადამიანისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას, რასაც სიკვდილი მოჰყვა. რას აკეთებდა იმათი დამრიგებლები? როგორ ვერ უნდა შეამჩნიო კვლელი რომ გიზის. კვლელობას რომ გეგმავს. იმისი გამომეტყველება სხვანაირია. ბავშვთან უნდა გამონახოს საურთიერთობო ენა. არასრულწლოვანი იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ იმას ციხეში ცოტა წელი მიცე. არასრულწლოვანი ნიშნავს იმას, რომ დაეხმარო უნდა. ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება სკოლაში, ოჯახში, საზოგადოებაში. ამჭერი საზოგადოების ამარა არ შეიძლება ბავშვი ქუჩა უნდა იცოდეს და ჩააგდებენ ქუჩაში ბავშვს. კი, უნდა იცოდეს ავი და კარგი, უნდა იცოდეს ის, რასაც ჩემი შვილი შეეჩეხა, ასეთი რამე, უნდა იცოდეს, რომ ასეთი რამე არის ქუჩაში, მაგრამ სკოლა რო ხარ და მით უმეტეს კერძო სკოლა ხარ და ამდენ ფულს და მოსწავლეში ფული კი არ უნდა დაინახო, უნდა დაეხმარო იმას. მას შემდეგ, რაც გიგა ავალიანის ოჯახმა საპროტესტო აქციები დაიწყო და არასრულყოფილ გამოძიებაში პროკურატურა და პოლიცია ამხილა. საგამოძიებო უწყება რამდენიმე დათმობაზე წავიდა. ოჯახს საქმის მასალების ასლი გადასცა. ახლა ვფიქრობ, პროკურატურა მართლა მზად არის, რომ სამართალი დააყენონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილის საქმესთან, არ ვიცი, მე უკან არაფერი არ დამხევს, მე არაფერი არ გამაჩერებს. ბრალი დაუმძიმდა ორ არასრულწლოვანსაც, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. ახლა ისინი შესაძლებელია უფრო მძიმე დაისაჯონ, ვიდრე ისინი, ვინც უშუალოდ დანაშაულის ადგილზე იყვნენ. იცით მე რატო ვიყვირე? ასე გამწარებულმა. თან გთხოვთ ეს გააშუქეთ. მე თქვენ ეს ახლა გითხარით. იცით მე რატო ვიყვირე ასე გამწარებულმა? მე რომ ახლა გიგა ცოცხალი მყავდეს. და აი ეს იყოს. გიგას სიცოცხლე, ეს იყოს გიგას ღირსება და დავდგე არჩევანის წინაშე. მე სიცოცხლეს გულებელყოფ და მე დავიცავ გიგა ავალიანის ღირსებას. ეკა კუპატაძემ 17 იანვარს დაგეგმილი აქცია დროებით გადაავადა. აქცია გადავავადე, ღმერთმა თქნას ეს აქცია გავკვდეს. ჩემი ინტერესი არ არის უსამართლო ბრძოლა. ჩემი ინტერესი არის სამართლიანი ბრძოლა. ამიტომ მე აქციისთვის არ მინდა აქცია ბრძოლისთვის. პროკურატურა რადიო თავისუფლებასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. პასუხისთვის დრო გჭირდებაო. რადიო თავისუფლებამ შეკრიბა ყველა მთავარი პრეტენზია და შენიშვნა, რის გამოც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება ხარვეზებით წარიმართა. ამ დეტალების დანახვა წარმოდგენას ქმნის არა მარტო ამ გამოძიების, არამედ ზოგადად სისტემის ნაკლოვანებებსა და გულგრილობაზე. ეს ხო სუფთა პოლიტიკური აქცია, ახლა ვერავინ ვერ იტყვის ამას, რომ აქ რამე
ისეთია, მაგრამ ამას ხო ყველა ამჩნევს. პროკურატურაც, საზოგადოებაც. მოდი, ესე ვთქვი, ნაციც ქოციც. პირველად თქვი ეს სიტყვები, ესე მე ნაცება და ქოცებაც ჩემს ჩემ ოჯახშიც არის სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა. ჩემს ძმებშიც და ჩემთან არის სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა. თუ გინდათ მე გეტყვით ვისი სტი ვარ, მაგრამ მაგრამ ეს იქ არ იკვეთება. ამას ყველა ხედავს. ყველა ხედავს, რომ ეს ტრაგედია მე რაც თავს დამატყდა ძალიან ისეთი სენსიტიურია, მაგრამ მე ეს წინააღმდეგობა რაც მე შემხვდა. ყველა ხვდება, რომ ყველას შეხვდება. ამიტომ წაიკითხეთ სტატია, რომლის ლინკსაც კომენტარებში ან ბიოში იპოვეთ.